სახელმწიფო დაცვის სამსახურს 326 ახალწეული შეემატა. ახალწეულები კონტრაქტით იმსახურებენ, ისინი სამსახურში სპეციალური შერჩევით აიყვანეს. კონკურსში მათი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები მთავარი გამსაზღვრელი კრიტერიუმები იყო. პირველად სახელმწიფო დაცვის სამსახურის ისტორიაში ფიცის დადების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. სასწავლო ცენტრში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრიც. მიხეილ სააკაშვილმა მიმართვისას ძალოვნებს მადლობა გადაუხადა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ოკუპანტის სახელმწიფოს მხრიდან ექმნება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძლიერი ჯარი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. დღეს სახელმწიფო დაცვის სამსახურის საუკეთესო თანამშრომლებს ჯილდოებიც გადაეცათ. თავისუფლება დღეს ჩვენი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და თავისუფლება დღეს ჩვენი არის მუქარის და საფრთხის ქვეშ. პირველი დამცველი ამ თავისუფლების ხართ თქვენ. ჩვენი შეიარაღებული ძალები არ შეეპოვენ 2 წლის წინ ბევრად უფრო მრავალრიცხოვან მომხდურ მტერთან შერკინებას, როგორც ეს არაერთხელ მოხდა საქართველოს ისტორიაში და ის რომ დღეს საქართველოს დედაქალაქი დგას, ის რომ საქართველოს აგზელებს განვითარებას, ის რომ საქართველოს აღდგა ლაზარესავით წრეთით, მიუხედავად იმის, რომ თითქმის არავის არ ეგონა ეს სოფლიოში, ეს პირველ რიგში იმ ბიჭების დამსახურება, ვინც გმირულად დაეცერ ბრძოლის ველზე და შეაჩერეს თუნდაც იმ რამდენიმე დღით მრავალგზის აღმატებული მომხდური ტრის ძალა. ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება ამგვარად უმნიშვნელოვანესია ქვეყნის გადარჩენისთვის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. თქვენ იცით, რომ შეიარაღებული ძალების ავტორიტეტი როგორც არასდროს მაღალია საქართველოში. ყველაზე მაღალი დობის სახელმწიფო ინსტიტუტი საქართველოში არის საქართველოს შეიარაღებული ძალები. და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს სოფლიოს შეიარაღებულ ძალებს შორის თავის მოსახლეობასთან. ჩვენ გვიპირისპირდება ძალა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებულ ძალას, რომელიც არის ყველაფერზე წამსვლელი. მანცადა უკვე ყველაფერი. მანცადა ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო. საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. მანცადა უამრავი შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა, დაბომბები, აფეთქებები საქართველოს არ დაიხია და არ გადავიდა თავის განვითარების გზიდან. მანცადა მასობრივი შიდააშლილობის მოწყობა, პოლიტიკური დესტაბილიზაცია და საქართველოს დემოკრატიულმა პოლიტიკურმა სისტემამ ამასაც გაუძლო და უფრო გაძლიერდა. და ბოლოს მანცადა ფართომასშტაბიანი ინტერვენცია, რომლის მიზანი არა სპეკულატიურად, არამედ დეკლარირებულად იყო საქართველოს ხელისუფლების დამხობა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბოლოს მოგება და საქართველოს საბოლოო დამონება. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვიცით, ის რომ ეს დროშა აქ ფრიალებს, ის რომ თქვენ აქ გახართ, ის რომ საქართველოს განვითარება გრძელდება, მას ესეც არ გამოუვიდა. მან ვერ შეასრულა ვერცერთი თავისი სტრატეგიული მიზანი საქართველოსთან მიმართებაში. და მან ცადა ბოლო ხანებში სხვადასხვა დივერსიების მოწყობა. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათ შორის საქართველოს ოკუპანტთან ამ ყველა აქტის გამოძიებაში და თქვენ ნახეთ, რომ მათი მხრიდან მივიღეთ უკმეხი პასუხი, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ის ვარაუდები, თუ ვის მიერ იქნა ორგანიზებული ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენი მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ. თქვენ კარგად იცით, რომ ეს ძალა და კონკრეტულად მისი ლიდერი სპეციალიზირდება პოლიტიკურ ძალადობაში და მის სახელს უკავშირებენ სოფლიოს მრავალ ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ კვლევობებს. თქვენ ყველაფერი იცით, რომ მას შემდეგ რაც ყველაფერი გამოსცადეთ საქართველოს მიმართ, ერთადერთი რაც მათ რჩებათ, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ტერორი, პირდაპირი ფიზიკური ანგარიშწორება. მით უმეტეს, რომ ამ ძალის ლიდერმა 2 წლის წინ საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად დაიფიცა, რომ ის ამას გააკეთებს. ჩვენ შემთხვევაში არც დაუმალია და არც უარყვია. ამბობს, რომ ამას გააკეთებს და ეს აქვს დაფიცებული და მისი ღირსების საკითხია, რომ ეს გააკეთოს. ამიტომ მეგობრებო,
ვინაიდან დაცვის ხაზი გადის ახლა აქაც ჩვენ უნდა ვიყოთ 7-ად, იმიტომ რომ ჩვენი პასუხი ისტერიაზე და ისტერიულ მუქარებზე უნდა იყოს სიმშვიდე, სივსისხლიანობა, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა ვიყოთ ფხიზლად და ვიმოქმედოთ პროფესიონალურად. და ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც ვაკეთებდით აქამდე. ჩვენი ვალდებულება და პასუხისგებლობაა, რომ არც ერთი მზაკრული გეგმა საქართველოს წინააღმდეგ არ აღდგეს, არაფერი რაც გამოუთხეს ძირს საქართველოს სახელმწიფოებრიობას არ განხორციელდეს. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტს და განსაკუთრებული როლი აქვს, რა თქმა უნდა, ამ სამსახურსაც, რომლის წარმომადგენლობა დღეს ფიცი მიიღეს და კიდევ ერთხელ მინდა გულითაა და წარმატებები უსურვა მთელი სამსახურის განმავლობაში. Დამნიშნელოვანია დღევანდელი დღე უპირველესად, იმიტომ რომ მათ სახელმწიფო ფიცი დადეს ქვეყნის წინაშე, დროშის წინაშე და ამას ესწრებოდა პრეზიდენტი და ეს ერთგვარი სტიმულია ამ ახალგაზრდებისთვის ერთიანი შეკრების განმავლობაში მათ გაიარეს თეორიული კურსიც, გაიარეს სამწყობრო მომზადებაც, ნახეთ თქვენ ნორმალურად არიან მომზადებულები.